მოკლედ ხალხო, დღეს ისეთი რამე უნდა გითხრათ, შეიძლება წნევა მაგიწიოთ. შეხედეთ ამ მანქანას, გარედან ნამდვილი მგელია, ხო? ამერიკული ლეგენდაა, კუნთიანი, მრისხანე და იცით შიგნით რა ჩადეს იმ დალოცვილებმა? ტესლას ძრავი. მუსტანგი უხმოთ რო დადის. ეგ იგივეა თამადა რომ მოიყვანა ქორწილში და მუნჯი იყოს. ეს მანქანა რომელიმე ქარხანაში კი არ აწყდა, ასე ეს ლონდონში მოხდა. ერთმა კომპანიამ სახელად Charge Cars გადაწყვიტა რომ მუსტანგისთვის ბატარეიკები ჩაედგა. სული ამოაცალე. აიღეს 60-იანების ლეგენდარული დიზაინი ოფიციალური ლიცენზიით და შიგნით ვირვა ძრავის ნაცვლად 4 ელექტროძრავი ჩატენეს. წარმოგიდგენიათ, 4-ვე ბორბალზე დენი მიდისვარ. გვეუბნებიან 500-ზე მეტი ცხენის ძალა აქვსო 3 წამში ადის აზეო, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ციფრებს, როცა მანქანა უხმოა? ინგლისელებმა აიღეს ამერიკული კუნთი და რობოტად აქციეს. ბიჭო, ამდენი ბატარეიკა რომ ჩაყარეს შიგნით, მანქანა კი არა, მოძრავი ტრანსფორმატორი გამოვიდა. მუსტანგი გზაზე უნდა ცეკვავდეს, ეს კიდე ალბათ ისე დამძიმდა მოსახვეში გულის აღმართივით გაუჭირდება შესვლა. ბენზინგასამართზე რომ შეხვალ და პისტოლეტის ნაცვლად შტეფსელს დაუწყებ ძებნას. კაცი გეტყვის, აგერ ყავის მადუღარაა და იქ შეაერთეო. სირცხვილი არა? ვისთვის გააკეთეს ეს ვერ ვიგებ. ნამდვილი მუსტანგის ფანი ამაზე არ შეხედავს და ვისაც ტექნოლოგია უნდა ის პირდაპირ ტესლას იყიდის. ესა რაღაცა შუაშისტი მანქანა, არც იქითაა და არც აქეთ. აჰა, 140-იც დაწერა. მე რა სპირიდე უსულო რობოტია, მეტი არაფერი. მოკლედ, ჩემი აზრი გაიგეთ. გარედან მუსტანგია, შიგნიდან ტესლა და ჯამში გამოდის ერთი დიდი ტყუილი. 9 მილიონში არ გადავიხდიდი, მაგ-ფასად ნამდვილ რკინას და ნამდვილ ხმას იყიდის კაცი. დღეისთვის სულ ესე ვნახოთ აბა ვის მოგეწონებათ ეს ელექტროჩაიდანი და ვინ ხართ ჩემსავით ნამდვილი ძრავების მოყვარული. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, აბა მაგრად წარმატებები ყველას.